მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს. სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო პარაკლის პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიო აღალეს. სიონის ტაძარში იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტი. 100 წელზე მეტხანს დაკარგული ავტოკეფალია საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა. მსოფლიოს საპატრიარქომ კი საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წლის 4 მარტს ცნო. საქართველოს ავტოკეფალია რუსეთის იმპერიის დროს 1811 წელს დაკარგა. თავისუფლება, დამოუკიდებლობა ეს არის დიდი ღირსება, რომელიც ღვთისაგან აჩუქარია და ამას სჭირდება მოფრთხილება და თუ ის დაიკარგება, სჭირდება მის დაბრუნებას ბრძოლა და სწორედ ამას ჩვენი დიდი წინაპრები შეეწირნენ, მათ თავდაუზოგავი შრომა გაწიეს და დღევანდელი დღეს აღვავლინეთ ლოცვები მათი სულების საოხად და უკრავსაყოფად. ავტოკეფალიის აღდგენა არის ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, რამაც უდიდესი როლი შეასრულა ხალხის რწმენის სიმტკიცესა და ერის ერთიანობის პროცესში. მე ულოცავ მთელ სამოციქულო ეკლესიას, ყველა მორწმუნეს ამ დღეს ქართველებსა და აფხაზებში.